ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი გამოიყენა. ჟურნალისტურ გამოძიებას BBC თითქმის 1 წელი ატარებდა. კანის წვა, სუნთქვის გაძნელება, ყველა ღებინება და სხვა სიმპტომები, რომლებიც თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, შესაძლოა იმ ნივთიერებით ყოფილიყო გამოწვეული, რომელსაც შეეძლო ფატალური შედეგიც გამოეწვია. ავტორიტეტული გამოცემის ინფორმაციით გამოყენებული ნაერთი დასაშვებ საშუალებებზე 10-ჯერ უფრო ძლიერი ზემოქმედების იყო. დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრო, მოერიდეთ გარეთ ფიზიკურ დატვირთვას, არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება. გამოიყენეთ შესაბამისი რესპირატორის სახლი, დაალაგეთ სველი წესით. საქართველოში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. რეკომენდაციები სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვმა გამოაქვეყნა. კირაოთის შეცვლილი კიდევ ერთი პატიმრობა კორუფციაში ბრალდებული პირის საქმეზე. განაჩენის დადგომამდე კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2 მილიონიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. მას პროკურატურა უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. აზერბაიჯანელი სატვირთო მანქანების მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო კვირებია სასაზღვრო პუნქტებზე ხელოვნურად აყოვნებენ. ინფორმაციას რეალ პოლიტიკა ავრცელებს. მანქანების შეფერხების მიზეზი არ კონკრეტდება. სტატიის ავტორი კი მიანიშნებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა უცნებაზე რუსეთის გავლენა იყოს.